ახალი საპენსიო სისტემის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა. ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა აცხადებს, რომ მოქალაქეების დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა და შენატანის დაწესება გაუმართლებლად ზღუდავს დასაქმებულის საკუთრების უფლებას, ხოლო დამსაქმებლისთვის საკუთრების ჩამორთმევას უტოლდება. მოსამართლეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ადამიანის ნაცვლად არ უნდა წყვეტდეს თუ როგორ განკარგავს მოქალაქე თავის ქონებას. სარჩელი სასამართლოში საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და მე-19 მუხლების მიხედვით შევიდა. დაიფიქრო შვილო ათავრობა რას მოგცეს დააგროვებიებს ხარს მოატყილებს კიდე როგორც ადრეგრეს და წაიღებენ თვითონ რატო და მაგას შვილო შეგიტყვა რატო და ეს მთავრობა ხალხზე არ ფიქრობს და იმიტომ რაღაცა თავისთვის მაშვებიან რაღაცას ეთყობა რომ დრო გავა და ფულს არავინ მოითხოვსო და მე რა მოხდება ვინ იცის აია მე რაღაც რა არის ერთი მეშოგი ფულო შევიდარე ბაქში მომცედეთ და ხები ხახალი და სულა უნდა მისახელბასი აბღას ყველა უნდა უხიდო ყველა უნდა უხიდო და დოზე ჩვენ ჰაერზე ვიგვებთ მაინც ფერზე და ხორცზე მაგრი არავის იმშენის იკითხო მაგერვა დედისხის ეხლა ხლავდა დაუხიდო ვალდა და დოგიდო იქ ერგეიგე მაგას აფერია ანუ არენდობის არა ნდობაზე არა აქ საქმე კაცო ნდობაზე 25 წლის მერე რა მოხდება მე არა არ მეკუთვნის მაგ იგი აქცია თუ რა ქვია მაგას მე 54-იანსა ვარ მაგრამ ვინცა ახალგაზრდები არის აი 25 წლის მერე როგორ იქნება უარ ყოფითი იმიტომ რომ არ არის რეალური სხვა რა დავასაფოთ არ გამოვა არ იმიტომ რომ ნახევარზე მეტი საქართველოს დაუსაქმებელია საიდან როგორ რაღაც ეჭვმებარება რომ გაამართლებს თუ კი რამ კარგი გაკეთდება ახალგაზრდები მოესწრებით და ღმერთმა მოგასწროს თუ გაამართლებს მაგრამ რა ვიცი დღეს რო ერთს ამბობენ ხვალ მეორეს და აღარაფერს იმედი არ მაქვს. დღევანდელი კვარტალი ჩემი ხალხი კათალსოციალური გამონათქვამია მგონი 40 წლამდე ასაკის საქართველოს 350,000 მოქალაქე ვალდებულია დაგროვებითი პენსიის პროგრამაში ჩაერთოს. დაგროვებითი პენსიის ფორმულის მიხედვით 2%-ს იხდის დასაქმებული. ამდენივეს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო.